ნაბადმცველთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მაგრამ საუბედუროდ შემიძლია ვთქვა, რომ არასწორმა მონტაჟმა, არასწორმა პროექტირებამ ძალიან ბევრი ცუდი შედეგი მოგცა ჩვენს ქვეყანაში, წარმოებაში და ასე შემდეგ. ეს იმის თქმა მინდა, რომ ადამიანებმა ტრამვა მიიღეს და ანუ ფატალურ შედეგებამდე მივიდეთ და ეს არის ის მოწყობილობა ზუსტად გაჟონვის დაცვის ავტომატი, რომელსაც ესე შემოკლებით უძოს ეძახიან ეს მოწყობილობა და ძალიან მინდა რომ ინტერესით მომისმინოთ და რა დანიშნულება აქვს ამას, აი ამ მოწყობილობას. ნუ პირველი ვთქვათ, რომ ეს არის საკომუტაციო მოწყობილობა, ჩვენ შეგვიძლია ჯგუფი წრედი გავწყვიტოთ, წრედი აღვადგინოთ, ყובה მივაწოდოთ, ხო? ამის ძირითადი ფუნქცია არ არის ის, რომ რაღაცმა დანადგარმა, რაღაც მოწყობილობამ, რაღაცმა ჯგუფმა კარგად იმუშაოს, არავითარ შემთხვევაში. ამას ეს ფუნქცია არ აქვს. ერთადერთი ფუნქცია აქვს ამას, ეს იცავს ადამიანებს ელექტროენერგიისგან დაზიანებისგან. ადამიანები რომ დაიცვას და რომ არ მოხვდნენ ძაბვის ქვეშ. აი ეს მოწყობილობა არის ესეთი მოწყობილობა. იგი მუშაობს გაჟონვაზე. არ ვიფიქროთ ჩვენ ის, რომ ეს სადმე იჟონება ან მიწაში იჟონება, მიწაში სითხე იჟონება, მიწაში დენი გადის ჩვეულებრივად. გამიგეთ და ეს იწყებს თავის ფუნქციის შესრულებას. ანუ ეს ფუნქცია აკისრია. ეს მოწყობილობები, ჩემო მეგობრებო, უნდა ვიცოდეთ, რომ გურ დავამონტაჟოთ სწორად, იმიტომ რომ უნდა ჯგუფში მივაწოდოთ ნეიტრალი ნეიტრალის მომჭერზე, ფაზა ფაზის მომჭერზე უნდა მივაერთოთ და აი როდესაც ეს მუშაობს, ხო, მუშა პროცესია, ნეიტრალსა და ფაზას შორის არის დენები გათანაბრებული და წინა ლექციაზე ჩვენ გავიაროთ შიდა მოწყობილობა, ხო, აი ამ ესე იგი არის იქ ტრანსფორმატორის აღენია, მოგრიული გამართველის აღენია, ხვდებით და რელეს აღენია შიგნით და ამ რელეს საშუალებით მე ახდენს გათიშვას, წედის გაწყვეტას, მყისიერ გაწყვეტას ახდენს და აი ზუსტად როგორც კი დააფიქსირდება გაჟონვა, ამ შემთხვევაში წედი გაითიშება და ადამიანის ორგანიზმში კი გაივლის დენი, მაგრამ ისინი მზადდებიან 10 მილიამპერი გაჟონვით, 20 მილიამპერი გაჟონვით, 30 მილიამპერი, 300 მილიამპერი, ანუ ეს დანადგარებზეა დამოკიდებული, რომელ წრეში, რომელ ჯგუფში სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა გამოვიყენოთ. ხო ესია, ესაც გავიარეთ, ხო არ მართლა. ნახეთ მეგობრებო, რაშია საქმე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავთოთ წრეში ისე, მანამ ჩვენ ამას ტესტირებას არ ჩაუტარებთ. აი ამას აქვს თავისი ღილაკი, ოღონდ როცა ჯგუფში ჩაირთვება, როცა ძაბვა მიეწოდება, ამას აქვს თავისი ტესტის ღილაკი, ეს უტყუარი ტესტის ღილაკი არის, ღილაკზე ზემოქმედებით თუ გაითიშა, ესე იგი ჩვენი მოწყობილობა სწორად მუშაობს და შეგვიძლია წრეში თავად გამოვიყენოთ, ხო? ნახეთ მეგობრებო, რაშია საქმე, მე ხელში მიჭირავს ორი ერთნაირი მოწყობილობა, რომელიც ერთმანეთს გავს, ხო? და აქ არის ორი მომენტი. ნახეთ, ერთი არის გაჟონვის ავტომატური ამომრთველი, მეორე დიფერენციალური ავტომატური ამომრთველი. გასაგებია, ხო? ძირითადად დიფერენციული ავტომატური ამომრთველები შეგვიძლია დავაყენოთ, ესე იგი, რომელიღაც ერთ განკუთვნილ ჯგუფში, დენიდან გამომდინარე, მას აწერია თავისი ნომინალი, რა თქმა უნდა, და ამას აქვს ყველა ფუნქცია შეთავსებული, როგორც ავტომატური ამომრთველის ფუნქციაც, ასევე გაჟონვის ფუნქციაც აქვს და არის დიფერენციალურ ავტომატურ ამომრთველის შესახებ და არის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის უნივერსალური, ხო? ნახეთ რაშია საქმე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში, რომელ ჯგუფში და სპეციფიკიდან რა წრეში გამოვიყენებთ, ანუ რა დანადგარზე გამოვიყენებთ, ხო? მე იმის თქმა არ მინდა, რომ მარტო არსებობს ერთფაზიანი წრედის აი ეს მოწყობილობები. არსებობენ სამფაზიან წრეში შეგვიძლია ჩავრთოთ, როგორც გაჟონვის ავტომატური ამომრთველი, ასევე დიფერენციალური ავტომატური ამომრთველი. ნუ სამფაზიანი წრედი ჩვენ უკვე გავიარეთ ძალიან კარგად, ვიცით რას ნიშნავს, რაც გააკეთებს თითოეულ ფაზაზე გაჟონვის შემთხვევაში, გაითიშება სამივე ფაზა. ეს არის წესი სამფაზიანი სისტემის წრედის, ხო ესია რა? ნახეთ რა ხდება ამ შემთხვევაში. როდესაც ჩვენ მარტო გაჟონვის ავტომატურ ამომრთველს დავაყენებთ, ხო? გაჟონვის ავტომატურ ამომრთველს დავაყენებთ, მას არ გააჩნია
ჩვეულებრივი ავტომატური ამომრთელის ფუნქცია. ხო ესია ვიცით რა? აბა გავიხსენოთ ჩვეულებრივად ავტომატური ამომრთელის ფუნქცია. სამი ფუნქცია აქვს. ერთი არის საკომუტაცია, მეორე არის სითბური გათიშვის ფუნქცია და მესამე არის ელექტრომაგნიტური გათიშვის ფუნქცია, რომელიც ემსახურება ძირითადად მოკლე ჩართვის დროს, ხო? მოკლე ჩართვის დროს ძაბვა ნულის ტოლი ხდება, დენის ძალა მყისიერად იხსნება, ხო? იზრდება და ამ შემთხვევაში ჩვენ დაშლილ მდგომარეობაში ვნახეთ სტენდზე, რომ აყენია კოჭა, ძლიერი მაგნიტური დიდი ძლიერი დენის გავლის შემთხვევაში მაგნიტური ველი ძლიერდება და მყისიერად მოხდება მაგნიტის ფუნქცია შეასრულებს და გაითიშება წრედი აი ამ შემთხვევაში. აი ზუსტად აი ეს სიკეთეები მოაქვს აი ამ ორი ძირითადი ტიპის ავტომატებს, როგორც გაჟონვის ავტომატურ ამომრთელს, ასევე დიფერენციალურ ავტომატურ ამომრთელს. აბა კითხვა თუ იმისა გვაქვს, შეგვიძლია გაგცეთ პასუხი. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე. რამე კითხვა თუ გვაქვს? გამანაწილებელი სკოლებში ასაც დავაყენებთ და დიფერენციალს, ხო? თუ ჩვენი ჯგუფი, ანუ მომხმარებელი მოითხოვს, აუცილებლად უნდა დავაყენოთ. ორივე რო იყოს ერთმანეთს იმანაც საერთოდ. ერთი შეგვიძლია შეასრულოს თავის ფუნქცია და მეორე მას შეიძლება შეიძლება კი არა, ეს არის აუცილებელი ყველა ოჯახში, ყველა მოწყობილობაზე. არც ერთი მოწყობილობა არ არის დაზღვეული იმით, რომ რაღაც არ დაზიანდეს შიგნით, ხო? და დენი არ გადავიდეს და ასე შემდეგ რა. მე მინდა კიდევ ერთი რამე გითხრა, ყველა საინტერესო რომ იმ წრედებში, სადაც ჩვენ არა გვაქვს დამიწება შეყვანილი. მაგალითად, მოდი ვთქვათ ისეთი, სოფელში გვაქვს რაღაც სახლი და იქ არა გვაქვს ჩვენ დამიწება გაკეთებული. ხო ესია, დამიწების გარეშე მუშაობს და თუ იქ რეაბილიტაცია არ მოხდა, დამიწება ვერ გვექნება, ხო? აკეთა 30-50 წლის უკან აშენდა ეს სახლი. ნახეთ, ეს გაჟონვის ავტომატური ამომრთელი დამიწება თუ არა გვაქვს, ადამიანის ორგანიზმში კი გაივლის დენი ის 20 მილიამპერი და 30 მილიამპერი, მაგრამ ეს არ იქნება ადამიანისათვის დამუყველი და მყისიერად გაითიშება მეგობრებო. შეგვიძლია დამიწების წრეში ჩავთოთ და ვამუშაოთ, მაგრამ იქ როცა მოხდება, რომელ წამშიც მოხდება გაჟონვა, მაშინ მყისიერად გაითიშებს და ვეცოდინება, რომ უკვე არის იქ გაჟონვა და ასე შემდეგ. ნახეთ კიდევ რაში გვაქვს საქმე. როცა ჩვენ დიფერენციალურ ავტომატურ ამომრთელს ვიყენებთ წრეში და გაგვეთიშა, ხო, წრედი გაითიშა. ავტომატმა იმუშავა. დიფერენციალური რომ არის, ესე იგი დაყენებული და ვიცით ამისი ფუნქცია, მერე უკვე არის კვლევა ჩასატარებელი, ხო ესია? გაჟონვის გამო გაითიშა, გადატვირთვის გამო გაითიშა თუ მოკლე ჩართვის გამო გაითიშა, ხო ესია? აი ეს ჩვენ მე მგონი უნიკალურად გავიარეთ ჩვენს ლაბორატორიაში, როგორ უნდა შევამოწმოთ, როგორ უნდა დავადგინოთ, როგორ ჩავატაროთ ტესტირება, რომ მივიდეთ ზუსტად სწორ გადაწყვეტილება მივიღოთ აი ამ შემთხვევაში. სამივე ფუნქცია ერთიანდება დიფერენციალურად. დიახ. აბა კიდე კითხვა თუ რამე გაქვთ? მაშინ მე დავამატებ კიდევ ერთ რამდენიმე წინადადებას, როცა ჩვენ გვაქვს გაჟონვის ავტომატური ამომრთელი წრეში და წრედში არის დატვირთვა, მაგალითად 25 ამპერი, ხო? დატვირთვა გვაქვს, ჩვენ აუცილებლად უნდა დავაყენოთ ერთი საფეხურით ზევით, გამიგეთ, რომ ეს არ გათბეს, არ გადახურდეს და ანუ შეასრულოს, ყარად შეასრულოს თავისი მოვალეობა იმ თავისთავად ცხადია. ნუ ეს სტანდარტებია, რასაც მექნები ვიყრებით და ასე შემდეგ. ასევე დიფერენციალური ავტომატური ამომრთელიც ესეთნაირად მუშაობს. ანუ ორივესაა გაჟონვა, მაგრამ გაჟონვის ავტომატურ ამომრთელს, ანუ უზოს არა აქვს ამის ფუნქცია და ამას ორივე აქვს.